დარჩენილია 2 დღე. დროის ათვლა Alter Vision გრუპის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ კიდევ 1 თვის წინ დაიწყო. მაშინ არც მათეულის ვინაობა იყო გარკვეული, ვინც მონაწილეობას ფინალურ შოუში მიიღებს. ამჯერად მესვეურებმა საბოლოო სიახლეები გაგვაცნეს. ყველა ეტაპზე შერჩევის მონაწილეობდა მსმენელი და ღია იყო მთელი მასალა მსმენელისთვის. Newcomers წერილჯიზე დღესაც შეიძლება ამ ბენდების ასე ვთქვათ მოსმენა და ნახვა იმ პორტფოლიოებისა, რომელიც მათ შემოიტანს. ერთია კიდევ ასე ვთქვათ სიახლე ის, რომ ჩვენ აღარ გადავდებთ, ჩვენ შოუზე ვერ გვეცოდინება დინარიანის ბენდები, ვინც გამოვარჩიეთ. შეიძლება ითქვას, რომ ერთობლივად დავაფუძნეთ ეს კონკურსი, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალბედა ჯგუფების წარმოჩენისთვის, მათი ხელშეწყებისთვის. ყოველთვის ვსმენ, ყოველთვის დავდივარ, წელსაც ვებგვერდის მეშვეობით წარმოდგენა მაქვს ყველა ჯგუფზე და ბევრს გულშემატკივრებ, ჩემ ფავორიტებს ჯერ არ გავამხელ. წელს თბილისი Newcomers მეოთხედ ტარდება. ეს უკანასკნელი გასულ წლებში თბილისობის ფარგლებში ეწყობოდა. თუმცა წელს არა მხოლოდ ეს გარემოება იქნება განსხვავებული. რკინიგზელთა სახლში 10 სრულიად განსხვავებულ შემსრულებელსა თუ ჯგუფს ვიხილავთ. You never realize that you are more cool. No, you don't know me, no, you don't need me, and this is real. Music, when I'm playing, I feel that soul. მართლა შემთხვევით გავიგე იმის შესახებ, რომ უკვე გახსნილი იყო ქოლი ახალი მუსიკოსებისთვის და შემეძლო ჩემი ახალი პროექტი, რომელიც წელს დავიწყე, წარმომედგინა Newcomers-ებს. მე წარმოვადგენ ალბათ უფრო ელექტრონულ მუსიკას, როგორც წესი, ჩემს მუსიკას თან ახლავს ვიზუალი, თუმცა ამ შემთხვევაში ვიზუალი უზრუნველყო Alter Vision ჯგუფმა. ფინალური შოუ 26 ოქტომბერს 21 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი სულ რაღაც 5 ლარია. ასე რომ ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებს მსგავსი ღონისძიების გამოტოვებას არ ვურჩევთ. მით უმეტეს რომ წლევანდელი ლაინაპი განსაკუთრებით მრავალფეროვანი და განსხვავებულია. მანამდე კი შემსრულებლებისა და ზოგადად პროექტის შესახებ ინფორმაციის ნახვა Alter Vision-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ.